სოფლიოში უამრავი იდუმალებით მოცული ადგილი არსებობს, რომელთა მონახულებაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეიძლება. დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში კუნძულიდან დამთავრებული სასტუმროთი, რომელსაც შემზარავი ისტორია აქვს, ამ ეპიზოდში იმ ადგილების შესახებ მოგიყვებით, სადაც შესვლა აკრძალულია. ალბათ არც თუ ისე ბევრი ადგილი გამოიყურება იმაზე უფრო სახიფათოდ, ვიდრე უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჩერნობილია. 1984 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 4143 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია მომდევნო 100 წლეულების განმავლობაში სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რადიაციის დონე დროსთან ერთად შემცირდა, არსებობს ერთი ადგილი, რომელიც იმდენად სახიფათოა, რომ იქ შესვლა ყველასთვის აკრძალულია. ეს არის ტერეფანი, რომელიც განადგურებული რეაქტორის ქვეშ მდებარეობს. ყველაფრის მიზეზი კი რადიოაქტიური სუბსტანცია. ის ბირთვული საწვავისა და სადგურის გამდნარი ნაწილების ერთობლიობას წარმოადგენს. ეს სუბსტანცია აფეთქების შედეგად წარმოიქმნა და სანამ ახლანდელ ადგილამდე მიაღწევდა, მან თითქმის 2 მეტრის სისქის ბეტონის იატაკი ამოწვა. როდესაც ეს მასა პირველად აღმოაჩინეს, მეცნიერებმა მას სპილოსფეხი უწოდეს. მასთან 5 წუთით ყოფნაც კი საკმარისი იყო, რათა ადამიანს რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლეულების განმავლობაში მისი რადიაციის დონე დაეცა, ის დღესაც საკმაოდ საშიშად რჩება. 2016 წლიდან სადგურის ეს ნაწილი დამთვალიერებლებისთვის მიუწვდომელია, რადგანაც იქ დიდი ზომის დამცავი ნაგებობაა განთავსებული. 40000 ტონა რკინისა და ბეტონისგან შექმნილი სარკოფაგის მთავარ ფუნქციას რადიაციის შეკავება წარმოადგენს. ვენეციასა და ლიდას შორის მდებარეობს კუნძული, რომლის წარსულიც იმდენად ბნელია, რომ მასზე გადასვლა ადამიანებისთვის 60-იანი წლების შემდეგ აკრძალულია. ეს კუნძული პაველია. პირველად კუნძულზე მე-7 საუკუნეში დასახლდნენ და ამის შემდეგ მისი მოსახლეობა მე-14 საუკუნემდე უწყვეტად იზრდებოდა. მაგრამ ომის გამო ადამიანებმა კუნძული მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ომში ვენეციელებმა გაიმარჯვეს, კუნძულზე მომდევნო რამდენიმე საუკუნე არავინ დასახლებულა. მაგრამ 1645 წელს იქ ვენეციის დასაცავად 5 ციხე-სიმაგრე აშენდა. ამის შემდეგ 100 წლის განმავლობაში პაველია ფორტის ფუნქციას ასრულებდა, რის შემდეგაც ის ვაჭრებისა და მოგზაურებისთვის გამშვებ პუნქტად იქცა. მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც რამდენიმე გემზე ჭირი აღმოაჩინეს. მცირე ზომის კუნძული საკარანტინო ზონად გადააქციეს და მომდევნო წლების განმავლობაში მასზე 160,000-ზე მეტი ადამიანი გაგზავნეს. იქიდან ცოცხალი თითქმის არავინ დაბრუნებულა. როდესაც ჭირის საფრთხემ გადაიარა, კუნძულზე მე-20 საუკუნის დასაწყისში ფსიქიატრიული კლინიკა გაიხსნა, რომლის ნანგრევები დღესაც შემორჩენილია. მაგრამ იმ დროს ფსიქიატრიაში მცირე ცოდნის გამო იქ ისეთი საშინელი მეთოდები გამოიყენებოდა, როგორებიცაა ლობოტომია და ელექტროშოკური თერაპია. გარდა ამისა, არსებობს ლეგენდაც, რომლის თანახმადაც კლინიკაში მომუშავე ერთ-ერთი ექიმი პაციენტებზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდა. ამ ექსპერიმენტების გამო მისი პაციენტების უმეტესობა იღუპებოდა. 1962 წელს კლინიკის დახურვის შემდეგ კუნძული მიტოვებულია. ოფიციალურად კუნძულის დახურვის მიზეზი ის ძველი შენობებია, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ წუთას ჩამოიშალოს. 1965 წელს იტალიელმა არქეოლოგებმა, რომლებიც იერაპოლისის ნანგრევებს სწავლობდნენ, უცნაური რამ აღმოაჩინეს. ეს იყო ქვის თაღი, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ეტეოდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ მცირე ზომის გამოქვაბულში მომწამლავი აირები იყო. მოგვიანებით მის გარდა მეორე თაღიც აღმოაჩინეს, რომლის თავზეც ტაძარია ეშენებინათ. მომაკვდინებელი აირი ღამით ტაძრის ირგვლივ ერთგვარ დამცავ ბარიერს ქმნიდა. ცხოველები, რომლებიც შემთხვევით ამ ადგილას აღმოჩნდებოდნენ, მომენტალურად იღუპებოდნენ, მაგრამ მათ გარდა უამრავ ცხოველს ადამიანები მსხვერპლად სწირავდნენ. ზოგიერთი სასულიერო პირი გამოქვაბულში ჩადიოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ღმერთის რჩეულნი იყვნენ. ფული მისახვედრი არაა, რომ აირს, რომელიც გამოქვაბულში გვხვდება, რეალურად ბუნებრივი წარმომავლობა აქვს. საქმე იმაშია, რომ ტაძარი სეისმური რღვევის ხაზთან მდებარეობს. ამის გამო გამოქვაბულში არსებული ბზარებიდან მუდმივად გამოდის მომაკვდინებელი აირები. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა სასულიერო პირებს ჟანგბადის ჯიბეების მდებარეობას ცოდნოდათ, ან საერთოდაც ისინი უბრალოდ სუნთქვას იკავებდნენ. საუკუნეების შემდეგაც კი უძველესი გამოქვაბულები ადამიანებისთვის სახიფათოდ რჩება. ამიტომაც პირველ გამოქვაბულში შესასვლელი ჯერ კიდევ 60-იან წლებში დალუქეს, ხოლო მოგვიანებით მეორე წყლით ამოავსეს. ფსიქიატრიული კლინიკები საშინელებათა ჟანრის ფილმებში იმდენად ხშირად გამოიყენეს, რომ მათ ამის გამო საკუთარი მისტიური და შემაშინებელი იერი თითქმის სრულიად დაკარგეს. მაგრამ 1869 წელს გახსნილი ვილარდის ფსიქიატრიული კლინიკა განსაკუთრებულია. ნიუ-იორკში მდებარე ამ შენობას იდუმალებით მოცული ისტორია აქვს. მე-19 საუკუნეში ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს საზოგადოებას ხშირად უმალავდნენ. მაგალითად, პირველი პაციენტი, მერი როუდი, ვილარდში მოხვედრამდე ერთ-ერთ ბავშვთა სახლში 10 წლის განმავლობაში საწოლზე ბორკილებით მიჯაჭვული ჰყავდათ. მეორე პაციენტი მოიყვანეს გალით, რომელშიც მხოლოდ დაჯდომა იყო შესაძლებელი. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს კლინიკა წინასაცხოვრებელ პირობებთან შედარებით დასასვენებელ ადგილს ჰგავდა. მათ რეგულარულად ბანდნენ, კარგად კვებავდნენ, აძინებდნენ ნორმალური ზომის ოთახებში და სურვილის შემთხვევაში მარტივ სამუშაოსაც კი აძლევდნენ. გარდა ამისა, პაციენტებს კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ ასეთი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. 10 წლეულების განმავლობაში კლინიკის საუკეთესო რეპუტაცია გაუარესდა. ათობით პაციენტი მკურნალობის საშინელი მეთოდების შესახებ
შესახებ საუბრობდა. ამიტომაც 1995 წელს ის სამუდამოდ დაიხურა. გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკის ტერიტორიაზე ექსკურსიები ეწყობოდა, მაგრამ ახლა იქ შესვლა აკრძალულია. შენობის დიდი ნაწილი დალუქულია, მაგრამ ზოგიერთ ადგილას ადამიანების შესვლას მაინც ახერხებენ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ დერეფნებში სიარულის დროს მათ მუდმივად ამოუხსნელი შიშის განცდა ეუფლებათ. ზოგიერთი ადგილი იმდენად იდუმალებითაა მოცული, რომ მათ შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. მაგალითად, ევროპაში არსებობს 2000-ზე მეტი გვირაბი, რომელთა შესახებაც ჩანაწერები არც ერთ ისტორიულ წყაროში არ გვხვდება. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ისინი საკმაოდ არაპრაქტიკულია. გვირაბების უმეტესობა ძალიან დაბალი და ვიწროა. ზოგიერთ ადგილას კი წინ წასვლა მხოლოდ ხოხვითაა შესაძლებელი, რაც იქ გაჭედვისა და სამუდამოდ დარჩენის ალბათობას საგრძნობლად ზრდის. ამიტომაც ამ გვირაბებში შესვლა აკრძალულია. საინტერესო კი ისაა, რომ გვირაბებს ათობით შესასვლელი აქვს, დაწყებული ფერმერების ძველი სახლებიდან დამთავრებული ტაძრებითა და ტყის სიღრმეებით. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს გვირაბები შუა საუკუნეებში შეიქმნა და უმეტესი მათგანი დასახლებებში ან მათ სიახლოვეს მდებარეობდა. სავარაუდოა, რომ მტრის შემოსევების დროს მოსახლეობა იქ დროებით იმალებოდა. შესაძლოა სწორედ ამიტომაც არ იყოს ისინი ნახსენები ისტორიულ წყაროებში. თუ თქვენ თვითმფრინავით წყნარი ოკეანის თავზე გადაიფრენთ, შესაძლოა საკმაოდ უცნაური კუნძული დაინახოთ. ეს რანიტის კუნძულია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი. ენივიტოკის ატოლის 40 კუნძულიდან ამერიკის ხელისუფლებამ რანიტი ატომური იარაღის ცდებისთვის აირჩია. 1948 წლიდან 1958 წლამდე იქ 43-ს დაჩატარდა, რის შედეგადაც კუნძულზე სიცოცხლისთვის საშიში რადიოაქტიური ნარჩენები დარჩა. მათ შორის გამოყენებული იყო ისეთი ნაერთებიც, რომლის დაშლასაც 24000 წელი სჭირდება. ამერიკის ხელისუფლებამ ნარჩენები 100 მეტრის სიგანის თხრილში ჩაყარა, რის შემდეგაც მის თავზე 46 სანტიმეტრის სისქის ბეტონის სახურავი დამონტაჟდა. თავდაპირველად მთლიანი თხრილის ჩაბეტონება იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ იდეაზე უარი თქვეს. ამიტომაც შესაძლოა, რომ რადიოაქტიური ნარჩენები ნიადაგში გავრცელებულიყო. 2020 წელს ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში კუნძული უსაფრთხო იქნება. მიუხედავად ამისა, მეზობელი კუნძულის მაცხოვრებლებს მშვიდად მაინც არ სცინავთ. იმ შემთხვევაში, თუ სახურავი გაიბზარება, შედეგები მთლიანი ატოლის კატასტროფული იქნება. დაწყებული მუზეუმებიდან დამთავრებული მემორიალებით მეორე მსოფლიო ომის შესახებ მოგონებებს ყველგან შეხვდებით, მაგრამ ეს კონსტრუქციები საკმაოდ უცნაურად გამოიყურებიან. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისის დასაცავად ააგეს. სამხედრო საზღვაო ფლოტი მათ სამეთვალყურეო პუნქტებად იყენებდა. ფორტების ძირითად ფუნქციას კი გერმანელების იერიშის მოგერიება წარმოადგენდა. ომის შემდეგ ფორტები უკვე აღარავის სჭირდებოდა, ამიტომაც ისინი მიატოვეს. მაგრამ ტემზას კალაპოტთან მდებარე ფორტს განსაკუთრებული ისტორია აქვს. 1958 წელს, მას შემდეგ რაც ფორტი დატოვეს, რამდენიმე წელი მასზე არავის უცხოვრია, მაგრამ 1964 წელს ერთ-ერთმა მუსიკოსმა იქ რადიოსადგურის მოწყობა გადაწყვიტა. მოგვიანებით ფორტი მისმა მეგობარმა რეჯინალდ კალვერტმა შეიძინა და მას რადიო სიტი დაარქვა. 1965 წლის ივნისამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კალვერტის კონკურენტმა ოლივერ სმედლიმ ფორტის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. სმედლიმ ფორტზე რამდენიმე ადამიანი გაგზავნა, რომლებმაც ის ხელში ჩაიგდეს და მის სანაცვლოდ კალვერტს 5000 ფუნტი მოსთხოვეს. ფულის გადახდის ნაცვლად კაცი სმედლისთან სახლში სასაუბროდ წავიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში სიტუაცია დაიძაბა და ყველაფერი კალვერტის სიკვდილით დასრულდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლებამ რადიოსადგურის დახურვის ბრძანება გასცა. 1967 წლის თებერვალში რადიო სიტიმ არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა. კონექტიკუტში მდებარე დადლი თაუნისგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი და რომ არა ნიშნები, რომლებიც ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს, ალბათ ვერავინ მიხვდებოდა, რომ იქ ოდესღაც ქალაქი იყო. დადლი თაუნი 1740 წელს დადლის ოჯახმა დააარსა. ქალაქი სამი დიდი ზომის გორაკის შუაგულში მდებარეობდა, ამიტომაც ეს ადგილი მუდმივად ბნელი იყო. მოსახლეობა ნელ-ნელა იზრდებოდა და მე-19 საუკუნისთვის იქ უკვე 26 ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ქალაქში მუდმივად უცნაური ამბები ხდებოდა. თავდაპირველად მისი დაფუძნებიდან 30 წლის შემდეგ ქალაქში დაუდგენელი ეპიდემია გავრცელდა. გარდა ამისა, იქ ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევებიც. ზოგიერთ თავზე შენობა ენგრეოდა, ზოგი კი მეხის დაცემის შედეგად იღუპებოდა. ყველაფერთან ერთად ქალაქის რამდენიმე მაცხოვრებელი ამტკიცებდა, რომ ღამით ტყიდან უცნაური არსებები გამოდიოდნენ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ წლების განმავლობაში მოსახლეობის უმეტესობა ფსიქიკურად დაავადებულად ცნეს. ჩვეულებრივ ქალაქში რამდენიმე შემთხვევა ნორმა იქნებოდა, მაგრამ ქალაქში, სადაც 26 ოჯახი ცხოვრობდა, 50 წლის განმავლობაში ფსიქიკური დაავადებების ათობით შემთხვევა გამოვლინდა. ყველაფერთან ერთად ქალაქზე არახელსაყრელმა გარემო პირობებმაც ნეგატიურად იმოქმედა და 1901 წლისთვის ის თითქმის სრულიად დაცარიელდა. მაგრამ ქალაქის ერთ-ერთი უკანასკნელი მაცხოვრებლის, ჯონ ბროფის ისტორია განსაკუთრებულად ტრაგიკულია. თავდაპირველად მისი ცოლი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი შვილები ტყეში უკვალოდ დაიკარგნენ. ბოლოს კი მისი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. ამბობდნენ, რომ ამის შემდეგ კაცი ტყეში გაიქცა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა. მალევე ქალაქი სრულიად დაცარიელდა, ხოლო დროსთან ერთად ის მცენარეებით დაიფარა. ზოგიერთს სჯერა, რომ ეს ადგილი დაწყევლილია. ადამიანები
მკვლევარები, რომლებმაც ქალაქის ნანგრევების დათვალიერება მოახერხეს, ამტკიცებენ, რომ იქ მათ უცნაური სილუეტები შენიშნეს. 1999 წელს ხელისუფლებამ იქ შესვლა ყველასთვის აკრძალა. ქალაქ სევილიასთან ახლოს მდებარე სოფელში მიტოვებული სახლი დგას. სახლი ერთი შეხედვითაც კი იწვევს ნეგატიურ გრძნობებს, მაგრამ ის რაც მის შიგნითაა, სოფლის მაცხოვრებლებს უფრო აშინებს. ბრიტანელმა მკვლევარმა ბენ ჯეიმსმა ის 2023 წლის აპრილში მოინახულა. მან აღმოაჩინა, რომ სახლი სავსე იყო თოჯინებით. რამდენიმე კადრის გადაღების შემდეგ ბენმა იქაურობა დატოვა, მაგრამ მას უამრავი კითხვა ჰქონდა. სოფლის მოსახლეობის თქმით, ამ სახლში ქალი ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. სამწუხაროდ ისინი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალნენ, რის შემდეგაც ქალი თოჯინების შეგროვების იდეით გახდა შეპყრობილი. ქალი სახლიდან თითქმის აღარ გამოდიოდა. 2017 წელს კი ის გარდაიცვალა. მას შემდეგ სახლი მიტოვებულია და ზოგიერთი თვლის, რომ ის დაწყევლილია. მათი თქმით, თოჯინებში ბავშვების სულები ჩასახდნენ. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ის ვინც სახლში შევა და იქიდან რაიმეს გამოიტანს, საშინელი სიკვდილი ელის. ნიუ-იორკში მდინარე ჰუდსონის სანაპიროსთან ახლოს ერთი საინტერესო კუნძული მდებარეობს. 1979 წელს კუნძულზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ მასზე გადასვლა აკრძალულია. ეს კუნძული პოლიპელის სახელითაა ცნობილი და ინდიელებს მიაჩნდათ, რომ იქ სულები ბინადრობდნენ. 1901 წელს იარაღით მოვაჭრემ ფრენსის ბანერმანმა კუნძული შეიძინა და საკუთარი არსენალისთვის იქ ციხესიმაგრის აგება გადაწყვიტა. ციხესიმაგრე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ხოლო კუნძულს ყურადღებას მუდმივად აქცევდნენ, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბანერმანი გარდაიცვალა. კუნძულის მიტოვებიდან 2 წლის შემდეგ იქ განთავსებულმა არსენალის ნაწილმა ძლიერ სიცხეს ვერ გაუძლო და აფეთქდა, რის გამოც ციხესიმაგრე დაზიანდა. აფეთქების შედეგად გამოწვეული ზარალი კოლოსალური იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბანერმანის არსენალი პოლიპელზე 1950 წლამდე რჩებოდა. მაგრამ იმ წელს ახალი ტრაგედია მოხდა. ბორანი, რომელსაც ტყვია-წამალი კუნძულზე უნდა გადაეტანა, შტორმის გამო ჩაიძირა. ამის შემდეგ დარჩენილი ტყვია-წამალი კუნძულიდან გაიტანეს. 1968 წელს კუნძული ნიუ-იორკის შტატმა შეიძინა. 1 წლის შემდეგ მასზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. გაჩენილმა ხანძარმა ციხესიმაგრე თითქმის სრულიად გაანადგურა. ამჯერად ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ კუნძული სამუდამოდ დაიხურა. თუ კასპიის ზღვაში მდებარე ამ შენობის ფოტოს ნახავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ ეს ფოტოშოპია, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს. იზოლირებულ შენობამდე მისვლა მხოლოდ წყლითაა შესაძლებელი, მაგრამ უმჯობესია, რომ მას არც კი მიუახლოვდეთ. შენობა 1929 წელს ააგეს და მას ტორპედოების დასამზადებელი ქარხნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, მაგრამ როგორ ააშენეს ის სანაპიროდან ასე მოშორებით. თავდაპირველად ბეტონის ფუნდამენტი შეიქმნა. ამის შემდეგ ფსკერზე 18 მეტრის სიღრმის ხვრელი ამოჭრეს და მასში ქვები ჩაყარეს. საბოლოოდ ბეტონის ფუნდამენტი გადაიტანეს და ქვებს ზემოდან მაგრამ კასპიის ზღვის ძლიერი ტალღების გამო ეს ოდესღაც შთამბეჭდავი ნაგებობა დღეისათვის თითქმის განადგურებულია. მაგრამ საინტერესოა თუ რატომ მიატოვეს ეს ადგილი. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ტორპედოების ზომა გაიზარდა, რის გამოც მათი გამოცდა ირგვლივ მდებარე წყლებში შეუძლებელი გახდა. ამიტომაც 1966 წელს ქარხანა დაიხურა. ზოგიერთი მკვლევარი იქ მისვლას მაინც ახერხებს, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობაში დღესაც კი შემორჩენილია არასტაბილური ტორპედოები. 1910 წელს მერილენდში მდებარე კუნძული ჰოლანდი მშვენიერი ადგილი იყო. იქ 360 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ დღეისათვის კუნძული მიტოვებულია. საქმე იმაშია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მე-17 საუკუნეში კუნძულზე პირველები დასახლდნენ, მნიშვნელოვანი პრობლემა არ გაითვალისწინეს. კუნძული ძირითადად არა ქვისგან, არამედ თიხისა და სილისგან შედგებოდა, რომელიც რა თქმა უნდა უფრო მსუბუქია. გარკვეული დროის განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 1914 წლისთვის ქარმა და ტალღებმა კუნძულის დასავლეთი ნაწილი საკმაოდ შეცვალა. მოსახლეობა პრობლემასთან კლავებას ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ სრულდებოდა. ამიტომაც უმეტესობამ კუნძული დატოვა. 1918 წელს კი კუნძულს თავს ტროპიკული შტორმი დაატყდა, რის გამოც შენობათა უმეტესობა მთლიანად განადგურდა. დროსთან ერთად განადგურებული შენობები ნელ-ნელა წყალმა დაფარა. 1995 წელს კუნძული ყოფილმა მაცხოვრებელმა სტივენ უაიტმა $70,000 შეიძინა. მომდევნო 15 წლის განმავლობაში სტივენი კუნძულის გადარჩენას ცდილობდა. ამისათვის მან უამრავი რამ სცადა. კაცმა ტალღების შესაჩერებლად ბარჟას კი ჩაძირა, მაგრამ 15 წლიანი უშედეგო მცდელობა და $150,000 დახარჯვის შემდეგ სტივენი ბედს შეეგუა. 2010 წელს კაცმა კუნძული ინვესტორებს მიყიდა. ალბათ მათ კუნძულზე დარჩენილი ერთადერთი სახლისთვის მხოლოდ ფოტოს გადაღება მოასწრეს, რადგანაც მალევე 125 წლის შენობამ ტალღებს ვეღარ გაუძლო და ჩამოიშალა. დღეისათვის ზღვის დონე იმდენად მაღალია, რომ კუნძული თითქმის სრულიად წყალმა დაფარა. კოლუმბიაში ჩანჩქერის თავზე 100 წლის შენობა დგას, რომელსაც ბნელი წარსული აქვს. ეს სასტუმრო დელ სანტოა. ოდესღაც ის სახლის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ 1928 წელს შენობა სასტუმროდ გადაკეთდა. დასაწყისიდანვე ამ ადგილას ტრაგედიები ხდებოდა. ლეგენდის თანახმად, მე-16 საუკუნეში ინდიელები ჩანჩქერიდან ხდებოდნენ, რათა ისინი ესპანელების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. რატომღაც 1928 წელს სასტუმროს გახსნის შემდეგ დამსვენებელთა უმეტესობაც იგივეს აკეთებდა. ამის გამო ითვლებოდა, რომ ეს ადგილი დაწყევლილი იყო. სტუმრებს მუდმივად ესმოდათ გაურკვეველი ხმები. თითქოს ვიღაცეები მათთვის უცნობ ენაზე საუბრობდნენ. დიდი დეპრესიის პერიოდში სასტუმრო სამუდამოდ დაიხურა.